აი მეგობრებო, დილის შემოვლა, ჩავუყარე თივა, გამოვუცვალე წყალი, რაც აუცილებელია კულტურისთვის. სულ არაფერი არ აჭამოთ, აუცილებელია თივა, კუჭ-ნაწლავისთვის, ყველაზე კარგად უხდება თივა. და დანარჩენი უკვე რა ვიცი, ესაც დაამატებთ კომბინირებული. ანუ კომბინირებულსაც გააჩნია. რომ დადევი ვიდეო და იბერებიან ეგეთი კომბინირებული არა, სუფთა ნატურალური. თორე აუცილებლად დახოცავს ბაჭიებს. თივა და წყალი რომ მქონეთ, მშვენივრად გაიზრდებიან ისედაც, იმიტომ რომ ველური კურდღელი გარეთ რომ იზრდება, ის სულ არ ჭამს არაფერს, მაგრამ მშვენივრად მიითმევს და ასევე დიდიც არის, როგორც ჩვენი ბოძსვერები. გამოიწერეთ მეგობრებო, არხი დავა ლაიქო და შემდეგ უკეთ კარგ ვიდეოებს ავწვით თავ. მადლობა.